სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღმერთმა მრავალს დაგასროთ თქვენ და სრულიად საქართველო. ამინ. მე როგორც შეგპირდით გასულ კვირას, გითხარით რომ წაკითხული სახარებები, რომელსაც წლის განმავლობაში მეორდება ეს საკვირაო სახარებები, ამავდროულად მეორდება ეპისტოლეებიც, რომლებიც იკითხება მეთქი და სახარებები მიუხედავად იმისა, რომ მართლაც ამოუწურავი თემა არის და ძალიან ბევრჯერ კი არა და ყოველდღიურად რომ წაიკითხო, როგორც აი ალმასის ქვა, რომელსაც შუქს რომ მიანათებ და იქედან მრავალი შუქი გამობრწყინდება ამ წახნაგებზე, ყველა სხვადასხვანაირად აკიაფთება, სწორედ ასე არის სახარებაც. მინდა გითხრათ, იმიტომ რომ გამოანათებს სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვა შუქით. ერთხელ შეიძლება დაინახო როგორც რაღაცა ის ისტორიული რეალობა, ხან დაინახო ის რაღაცა ზნეობრივი სწავლება, ხან დაინახო მთავარი საფუძველი შენი გადარჩენისა, ღმერთის განკაცებისა. აი ეს ძალიან მრავალი კუთხით შეიძლება იქნას გაშუქებული, მაგრამ ყოველთვის გრჩებოდა ეს სამოციქულოები და მე გადავწყვიტე რომ რაღაცა ამ სამოციქულოებს დავუთმოთ ყურადღება და დღესაც ასე ვაპირებ რომ წაგიკითხოთ ის სამოციქულო თანამედროვე ქართულად, რომელიც იქნა წაკითხული დღევანდელ წირვაზე. ეს გახლავთ რომაელთა მიმართ ეპისტოლე, თავი მე-15 პავლე მოციქულის ავტორობით არის, რა თქმა უნდა, პავლეს მიერ არის დაწერილი ეს ეპისტოლე. პირველი თავი იწყება, პირველი მუხლი იწყება ასე. ხოლო ჩვენ ძლიერთ გვმართებს ვითმენდეთ უძლურთა უმწეობას, მაგრამ არ უნდა ვეძებდეთ საკუთარ სიამოვნებას. ყოველი ჩვენგანი უნდა ცდილობდეს აამოს მხოლოდ მოყვას, მისდა სასიკეთოდ და დასამოძღვრად. რადგან ქრისტეს თავის სიამოვნებას კი არ ეძებდა, არამედ როგორც დაიწერა, შენი მაგინებლების გინება დამატყდა თავს. მოდით ახლა ვთქვათ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. ხოლო ჩვენ ძლიერთ გვმართებს ვითმენდეთ უძლურთა უმწეობას. ვინ ვართ ჩვენ ძლიერები? ვიზზე არის ლაპარაკი, ვიზზე მიუთითებს პავლე მოციქული? ადამიანები, რომლებმაც მიიღეს ქრისტიანობა. ადამიანები, რომლებმაც იწამეს ქრისტე. მათ შესახებ არის სწორედ ლაპარაკი. ამიტომაც, როდესაც ჩვენ ახლა ვდგავართ ტაძარში, როდესაც ჩვენ გვქვია სახელად ქრისტიანები, ადამიანები, რომლებიც აღსარებას ვამბობთ და ვეზიარებით, სხვა პასუხისმგებლობა გვაკისრია, მინდა გითხრათ. არა ის, რაც ერში ხდება, არა ის, რაც ამ მსოფლიო სამყაროში ხდება, შენ უკვე განსხვავებული ადამიანი, განსხვავებული იმიტომ კი არ ხარ, რომ რაღაცით უკეთესი ხარ. ისეთივე პოტენციალი გაქვს, ესე იგი, ცხონებისა, როგორც ნებისმიერ სხვას. ისეთივე ურთიერთობა შეგიძლია ქრისტესთან, როგორც ნებისმიერ სხვას, იმიტომ რომ ჩვენ წავიკითხავთ აქ, რომ ქრისტე რჩეულთათვის კი არ განკაცდა. განკაცდა აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვის. როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის, როგორი უკიდურეს დაცემულობაში, თუ როგორ უკიდურეს თქვათ რაღაც სიმაღლეზე, სიწმინდის მწვერვალებზე მიღწეული. ამიტომაც ჩემო ძვირფასებო, ჩვენ ძლიერთ, როდესაც წერია, გვმართებს უძლურთა ვითმენდეთ უძლურთა უმწეობას, ეს ნიშნავს არა იმას, რომ იმის უძლური, რომელიც საწოლად არის ჩავარდნილი და მისი მოვლა პატრონობა, ეს თავისთავად ისედაც ადამიანობა გაკისრებს, ამას რომ უნდა მიხედო. არამედ ადამიანი, რომელსაც უძლურებაში ხედავ და დღევანდელ დღეს რამდენია ასეთი შენს ირგვლივ. შენს ირგვლივ ყველა მორწმუნეა, შენს ირგვლივ ყველა ღვთისმადიდებელია, შენს ირგვლივ ყველა ზნეობრივად გამართულად ცხოვრობს. ხომ არ არის ასე? და შენი მდგომარეობა როგორ არის, მათ როცა ხედავ, რა გეწყება, განკითხვა, განსჯა, გაგდება, გადაგდების სურვილი, თუ ტვირთვა და თქვა, რომ როგორც ქრისტე მიტვირთა ეს ადამიანები, მეც ასე უნდა ვიტვირთო ეს ადამიანები, იმიტომ რომ ქრისტეს ბაძველობა პირდაპირ შენი მოვალეობა როგორც ქრისტიანისა. ამიტომაც ჩვენ ძლიერს გვმართებთ უძლურთა ტვირთვა ნიშნავს იმას, რომ როგორც კი დაინახავ ვიღაცას ძიმე ცოდვაში და მოგივა გულის თქმა, რომ ეხლა ეს უნდა
გაიყვანო და გაგლიჯო შუაზე, ხო, კარგი გამოთქვა გაქვს, რომ უნდა გაგლიჯო შუაზე. როგორც კი ამას იტყვი, იცოდე რომ აცდენილი ხარ ამ სწავლებას. აცდენილი ხარ პავლე მოციქულისეულ სულს, რომელიც გეუბნება რომ ჩვენ ძლიერთ გვმართებს უძლურთა ტვირთვა. მაგრამ მე როგორ გრძელდება, ისიც აუცილებლად გავაგრძელოთ. მაგრამ არ უნდა ვეძებდეთ საკუთარ სიამოვნებას, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანს საკუთარ სიამოვნებად ექცეს უძლურთა ტვირთვა, იცით რა შემთხვევაში. აი დღევანდელ დღეს ძალიან განსაკუთრებულია ესა, რომ ადამიანები გამოდიან კაცთმოყვარეობის სახელით, როდესაც ლაპარაკობენ, რომ აი იმას უნდა აპატიო, ეს კაცთმოყვარეობა, ეს ადამიანთა უფლება, ეს ამის უფლება, ის იმის უფლებაა და თვითკმაყოფილებაში ვარდება ხშირად ადამიანი. მან ზღვარი უნდა დადოს, სად არის ტვირთვა და სად არის ის, რომ საკუთარ სიამოვნებაზე გადადის, იმიტომ რომ ნახეთ როგორ გრძელდება, ყოველი ჩვენგანი უნდა ცდილობდეს ამოს მხოლოდ მოყვას, მისდა სასიკეთოდ და დასამოძღვრად. იცით რას ნიშნავს ეს? ამოს შენს მოყვას იმას კი არ ნიშნავს, რომ ადამიანი წუმპეში რო ეფლობა, რო უთხრა, რომ უი რა კარგია, იცი მანდყოფნა, მან თბილა, არც ქარი არ შეგაწუხებს, არც სიცივე და არც სიცხე, იმიტომ რომ მუდმივად ერთ ტემპერატურაში იქნებიო. ხომ არის ასე? შეიძლება უთხრა. მე სარდაფი მაქვს გადასარევი ეგ და აქ და თქვენ ყველა მიცით და იქ რო ჩავიდეს ადამიანი, სულ ერთი ტემპერატურაა. ზამთარშიც და ზაფხულშიც, იმიტომ რომ მიწის რო უთხრა ადამიანს, უი რა კარგია ეხა მანდყოფნა, იმიტომ რომ არც დაგწება, არც შეგცივდება. და ღვინოსაც იშოვე კიდე, შეგიძლია დალიო გაბრუნდე ხოლმე, მაგრამ ამას თუ ეტყვი ადამიანს, როგორ ფიქრობთ ეხლა, მის ასაშენებლად არის ეს? ცუდი რა არის ამაში, რომ არ დასწება და არ შეცივდება, ხო მართალია? მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რას ვეუბნებით, რას ვურჩევთ ადამიანს. ჩვენ სახელები უნდა დავარქვათ ყველაფერს, რომ ეს მის აშენებას, მის სულიერ მშენებლობას ემსახურებოდეს და არავითარ შემთხვევაში არ იყოს ეს რაღაცა პირადი საამებელი ამბავი, რომ ამისთვის მე ვინმე შემაქებს და ამიტომ ვაკეთებ. ამისთვის მე ესე იგი თვითკმაყოფილებას მივეცემი, რომ ეხლა ეს ადამიანი სიცივიდან სითბოში შევიყვანე და იმ სითბოში შევიყვანო შეიძლება და დარჩეს იქ და წინ ვეღარ წავიდეს, ვეღარ განვითარდეს, სულიერი სარგებელი ვერაფერში ვერ პოვოს. რადგან ქრისტე თავის სიამოვნებას კი არ ეძებდა, არამედ როგორც დაიწერა, შენი მაგინებლების გინება დამატყდა თავს. და რას გულისხმობს ეს ამბავი, იცით რომ ქრისტემ რა იტვირთა? ზეციდან მიწაზე გარდამოსვლა იტვირთა, განკაცება იტვირთა და როგორ ფიქრობთ, რისთვის? იმიტომ რომ შენ უნდა გადარჩენილიყავი ადამიანო. ამ შენში ეხლა სიტყვა შენს რო ვამბობ, არ გეგონოთ აქ ლაპარაკია ვინმე პიროვნება ჩემზე, კახაბერზე ან თქვათ აქ დგომზე, ნებისმიერი ადამიანი ვინც დაბადებულა, არარსებობიდან არსებობაში შემოსულა, ყველას გადასარჩენად არის აბსოლუტურად მოსული. ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთმა თავისე დაიმდაბლა, მას კი არ სჭირდებოდა. მას რაში შეიძლება დასჭირვებოდა ეს საუკუნო ნეტარებას რაიმე მოაკლდებოდა, ჩვენ თუ ვერ გადავრჩებოდით? არაფერი ხომ შეიძლება ეთქვა, შესწოდა ადამიანმა კარგად იყოს, ვისაც არ უნდა კარგად იყოს. ჩვენ ხო ასე ვამბობ, ვისაც არ უნდა ვარ კარგად იყოს. ჩვენი ცნობილი გამოთქმა ხო არის და ამითი თავსაც ხო ვიწონ, ვისაც არ უნდა ვარ კარგად იყოს. ქრისტე ასე არასდროს არ ამბობს, იმიტომ რომ ღმერთმა კი უთხრა მას, რომ არ მინდიხარო, მაგრამ მან არ იძალა შენზე, უბრალოდ ჩაიდინა საქციელი. ამ საქციელის გამო შენ უნდა გადაწყვიტო ეხლა რომ ღირებულია თუ არა მასთან ურთიერთობა და გინდა თუ არა აღადგინო მასთან ურთიერთობა. მან კი არ იძალა და ძალადობრივად და მოვიდა და გითხრა რომ შენ აუცილებლად უნდა გადაგარჩინო და აუცილებლად ეხლა ქეჩოსთი უნდა მოკიდო ხელი და შეგატრიო სასუფეველში. არა. ღმერთი განკაცდა, ჯვარს ეცვა, ჯოჯოხეთში შთავიდა და 64-ის კარი გააღო. ოღონდეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ესე ქეჩოში მოკიდებს ხელს და გაგატარებს ამ გზას. ეს ნიშნავს, რომ მან გაიარა ეს გზა და შენ დაგანახა რა მოამზადა შენთვის. გახსნილი ცათასასუფეველის კარი, გახსნილი ნეტარება. შენს თვალწინ გადაიშალა ეს ყველაფერი. ამიტომაც მიუხედავად იმისა, რომ შენი ცნობილი გამოთქმა ადამიანო რომ ვისაც მე არ უნდა ვარ, კარგად იყოს. ქრისტეს დამოკიდებულება სხვანაირია და თუ შენ ქრისტიანი ხარ, მაშინ შენი დამოკიდებულებაც უნდა შეიცვალოს
სხვა მიმართულებით. რადგან როგორც დაიწერა შენი მაგინებლების გინება დამატყდა თავს. იმიტომ რომ ქრისტე ჯვარს ეცვა ადამიანების ხელით და ეს არ მომხდარა ეშმაკის მანქანებით იყო რა თქმა უნდა, მაგრამ ადამიანების ხელით მოხდა ეს ყველაფერი. და დაიწერა, როდესაც დაწერილია აქ, მინიშნებაა პირდაპირ წმინდა წერილზე, რომ ჩვენ წმინდა წერილს უნდა ვიცნობდეთ. და წმინდა წერილს უნდა ვკითხულობდეთ, სახელმძღვანელო უნდა იყოს ჩვენთვის, ჩვენი ცხოვრებისა. ხოლო ყველაფერი რაც უწინ დაიწერა, წმინდა წერილის შესახებ არის ლაპარაკი. ჩვენ სამოძღვრებლად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წერილის მიერი ნუგეშჩინის ცემით სასოება გქონდეს. რა შეძლებია წერილს იცით? მოთმინება და ნუგეშჩინის ცემა მოგცეს ჩვენ. კიდე მეტი შეუძლია წერილს, სარწმუნოება შეუძლია, მინდა გითხრათ. იმიტომ რომ პავლე მოციქული ეპისტოლეში წერს, სარწმუნოება მოსმენისაგან, მოსმენა ღვთისაგან. სად შეიძლება მოისმინო ღვთის სიტყვა, თუ არა წმინდა წერილში. იქ არის გაცხადებული მისი სიტყვა. ამიტომაც წმინდა წერილს, როდესაც კითხულობ, გაქვს საფუძველი იმისა, რომ რწმენაში განმტკიცდე ადამიანო. წმინდა წერილს, როდესაც კითხულობ, გაქვს საფუძველი, რომ სიყვარული შეგემატოს და სათნოებები შეგემატოს. რატომ? განსაკუთრებით ახალ აღთქმას, როცა კითხულობ და როდესაც ხედავ ამას, რომ სრულიად უდანაშაულო. მისი განღმრთობის შესახებ, უпростоრად, მისი განკაცების შესახებ, ღმერთი რო განკაცდა, ამის შესახებ სწავლებასაც რომ არ იცნობდე და დაინახო ეს ამბავი, რომ აწამეს, გვემეს და უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენეს იმისთვის, რომ კეთილ საქმეებს აღასრულებდა, სულ ცოტა ადამიანობა უნდა აღძრას შენში და სიყვარული უნდა შეგმატოს ამ ადამიანისა, რომელიც ეწამა და ჯვარს ეცვა. და ამის შემდგომ, როდესაც გამოიძიებ, ვინ ეწამა და ვინ ეცვა ჯვარს და შეადარებ შენს მდგომარეობას და მას ის ვინ არის, აუცილებლად გაჩნდება სიყვარული. აუცილებლად გაჩნდება სიყვარული, რომელიც ამ სიტყვებს დაგავიწყებს, რომ ვისაც მე არ ვუნდივარ, კარგად იყოს. ეს სიტყვები დავიწყებას მიეცემა. მოთმინებითა და ნუგეშჩინის ცემის ღმერთმა, ანუ მოთმინებას და ნუგეშჩინის ცემას, რომელიც ჩვენ წმინდა წერილი გვასწავლის, მოთმინებისა და ნუგეშჩინის ცემის ღმერთმა კი დაემოგცეთ იმის ნიჭი, რომ ერთმანეთს შორის თანამოაზრენი იყოთ ქრისტე იესოს მიერ. რათა ერთსულოვნად და ერთხმად ადიდებდეთ ღმერთსა და მამასა, უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტესა. ეს სიტყვები ახლა ისე ჟღერს, თითქოს განსადიდებელია მხოლოდ ღმერთის. სინამდვილეში ეს ასე არ არის. დღევანდელ დღეს განსაკუთრებულად გვჭირდება ჩვენ ამის წაკითხვა. რატომ? იმიტომ რომ განსაკუთრებული მანქანებით ებრძვიან დღევანდელ დღეს ჩვენს სარწმუნოებას. ეხლა ვიღაცას შეიძლება გაეღიმოს, რომ ვის აინტერესებს და რა შეაინტერესებს თქვენთან ბრძოლა. გეტყვით როგორ ებრძვიან გლობალური მასშტაბით და გეტყვით როგორ ებრძვიან რაღაცა ადგილობრივად, რომ შენს სულში რაღაცა შემოიტანონ ისეთი თესლი, სარეველა, რომელიც კეთილ ნაყოფს გაზრდაში შეუშლის ხელს. რას გულისხმობს ეს ყველაფერი? ეს სიტყვები სინამდვილეში ჩვენ იმის დასამტკიცებლად გვჭირდება, როდესაც დოგმატურად გადმოვცემთ, რომ მამა, ძედა, სულიწმინდა ერთი ღმერთია, როდესაც ვამბობთ, რომ მამისაგან გამოვალს ძედა, მამისაგან იშვება ძედა, სულიწმინდა გამოვალს მამისაგან, რომ თაყვანისცემა ერთი აქვს ყოვლადწმინდა სამებას, რომ ეს სამი კი არ არის სინამდვილეში ერთი ღმერთის შესახებ არის ლაპარაკი, რომელიც ჩვენ სამი გვამოვნათ ვიცით და სამ გვამოვნათ გაგვეცხად და თუნდაც ნათლისღების დღეს, როდესაც მამის ხმა ისმოდა, ძე წყალში იდგა და სულიწმინდა ტრედის სახით გარდამოდიოდა. რას გულისხმობს ახლა, რომ გლობალურად მიმდინარეობს, შეიძლებოდა სიტყვას ამის წინააღმდეგ ბრძოლა. აი მაგალითად, როდესაც დიდი რაღაცა რელიგიათა შორის შეკრებები არის, მე თვითონ ვარ ამისი მომსწრე. მაგალითად, ებრაული საზოგადოება, მუსულმანური საზოგადოება და ქრისტიანული საზოგადოება ერთ საერთო მაგიდასთან უნდა დავსხდარიყავით, იცით რა მითხრეს? მითხრეს ასეთი რამ, რომ ქრისტეს განკაცების შესახებ რომ ღმერთი განკაცდაო, ამის შესახებ მანდ და მაინც ნუ იტყვიო ახლა, იმიტომ რომ იმათო ესო არ სწამთო და
ამის შესახებ დავარო არ ატყდეს. კაცო, სადაოდ არ ვიტყვი, მაგრამ როგორ მე თუ ამას დავმალავ, ქრისტეს განკაცების შესახებ თუ არ ვილაპარაკებ. აბა ჩემი სარწმუნოების საფუძველზე თუ არ ვთქვი და ჩემი სარწმუნოების დოგმატი თუ არ ვთქვი, რაზე ვილაპარაკო? ა ブラ ამი რომ არსებობდა, ეს რომ ჯერა და მწამს? ამას რა თუნდა მტკიცება? ამას რაში სჭირდება ამ საზოგადოებასთან მტკიცება? იმიტომ რომ ებრაელებიც ამბობენ რომ აბრაამის შთამომავლები ვართ და მუსულმანებიც ზუსტად ასე ამბობენ და არ ტყუიან, მართლა ასეა. ერთი ისააკისგან არის მისი შთამომავლობა და მეორე ისმაილისგან. მაგრამ მე ვამბობ რომ მეც აბრაამის შთამომავალი ვარ, ოღონდ არა სისხლის მიერი, არამედ სარწმუნოების მიერი, იმიტომ რომ აბრაამს ეუბნება ღმერთი, რომ შენ შთამომავლობას როგორც ზღვაში ქვიშას და როგორც ცაში ვარსკვლავებს ისე ვერ დაითვლის ვერავე. და როგორ ფიქრობთ თქვენ, ამდენი ებრაელი ცხოვრობს ქვეყანაზე, რომ მათი აღრიცხვა შეუძლებელი? არა. ელაპარაკება იმ სარწმუნოების შესახებ, რომელიც სარწმუნოებაც აბრაამს ჰქონდა, გამომხსნელობითი მადლის შესახებ, რომელსაც აბრაამისას ჯეროდა სწამდა და ამბობდა, რომ ხსნელი უნდა მოევლინოს ქვეყანას, აღთქმული ადამიანს რომ აღუთქვა ღმერთმა, ამას რომ ელოდებოდა აბრაამი, ამ სარწმუნოების შვილი ვარ მე. ამიტომაც, როგორც კი რაღაცა კომპრომისს გთავაზობენ და ამ კომპრომისს უშვებს ან ადამიანი, ან საზოგადოება, ის აცდენილია ყველანაირ სახარებისეულ სწავლებას, აცდენილია წმინდა წერილისეულ სასწავლებას და მინდა გითხრათ, რომ ასეთი კომპრომისი იცით, როდის დაუშვა ეკლესიამ? როდესაც მუსულმანების გავრცელება დაიწყო, აი ძალიან მოედო, რაღაცა ეს არის მე-7 საუკუნე, ქრისტეს შემდგომ მე-7 საუკუნე, აი მუსულმანები ძალიან აქტიურად უკვე ქადაგებდნენ და ღებულობდა ამ სარწმუნოებას ძალიან ბევრი, შეთავაზება მიიღო ქრისტიანულმა ეკლესიამ. მაშინ ესეთ დაყოფა არ იყო. დასავლეთის და აღმოსავლეთის, ანუ კათოლიციზმი, მართლმადიდებლობა, ესეთი რამ არ არსებობდა, ერთი ეკლესია იყო. მიიღო ასეთი შეთავაზება, რომ ჩვენ გვჭირდებიან ახლა მისიონერები, რომელი მისიონერებიც უნდა მივიდნენ და ამ მუსულმანებს ასწავლონ რა არის ქრისტიანობა. ოღონდ თუ ხელში დაგინახავენ ან ჯვარს, ან ხატს, ესენი ვარს იტყვიან შენთან ლაპარაკზე. ამიტომ ჯვარი და ხატი გადადეთ გვერდზე და ისე ელაპარაკეთ. აი ეს კომპრომისი დაუშვა თუ არა ეკლესიამ, რომ ჯვარი და ხატი გადადო გვერდზე, იცით რა მოხდა? ხატმებრძოლეობის ერესი დაიწყო. სწავლება შემოვიდა საერთოდ, რომ ხატი სიწმინდეს არ წარმოადგენდა და ხატმებრძოლეობის გამო ადამიანებმა ერთმანეთის განაპაექრობა დაიწყეს. ხოცვა ჟლეტა, სისხლი დაიღვარა ამის გამო არაერთი. რომ ხატმებრძოლეობა იმდენად წვალებლობად იქნა აღიარებული, ამას მიეძღვნა მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელმაც დაგმო ეს ერესი და თქვა, რომ თაყვანისცემა არ არის წვალებლობა. ამიტომაც კომპრომისზე როგორც კი მიდის ადამიანი, ნახეთ რა კარგად არის შეფუთული, შენ ახლა მუსულმანის მოსაქცევად მიდიხარ. არ შეიძლება რომ ცოტა ხანი ხატი გვერდზე გადადო. არ შეიძლება. შენ ახლა მიდიხარ ისეთ ადამიანებთან სალაპარაკოდ, სადაც არ უნდა თქვა, რომ ქრისტე ღმერთია. არ შეიძლება, ჩემო ძვირფასებო. არ შეიძლება, იმიტომ რომ შენ მრწამს, რომელსაც ამბობ ყოველ დილით, ამ მრწამს მხოლოდ თუ სიტყვით ამბობ და შენი საქმე არ არის ეს მრწამსი, ჯობია აღარ თქვა. ჯობია თავი დაანებო მაშინ. თუ მისი შინაარსი არ გესმის, იმიტომ რომ ამ მრწამსში წერია რომ განკაცდა, ძე ღვთისა განკაცდა და ჯვარს ეცვა ჩვენისა ცხოვრებისათვის. ყოველდღე ხომ მკითხულობთ ამას? ეს თუ არ იქნა ჩვენ ცხოვრებაში პირდაპირ მნიშვნელობით, პრაქტიკაში გატარებული ცხოვრების წესად თუ არ იქცა ეს ყველაფერი, რომ ქრისტეს მიმდევარი ვარ, ქრისტიანი ვარ და ზუსტად ისე უნდა გავაკეთო, როგორც ის აკეთებდა, იმიტომ რომ მან გზა რომ გაკვალა, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ამ გზაზე ესე მე მინდა თუ არ მინდა მომკიდებს ხელს და შემიყვანს. არა, მან დამანახა ის, რაც გამიმზადა და ამ გზას ახლა მე თვითონ უნდა შეუდგე და ამ გზის გავლა სჭირდება სიტყვიერი მოწმობაც, საქმისმიერი მოწმობაც შენი ცხოვრებისა. ამიტომაც, როდესაც წერია, რომ მოთმინებისა და ნუგეშინისცემის ღმერთმა მოგცეთ ნიჭი ერთმანეთ შორის თანამოაზროებისა, ნიშნავს იმას, რომ ერთი მრწამსი რო გქონდეს და იყოთ ქრისტე იესოს მიერ თანამოაზრენი და ერთსულოვანი, ამას ნიშნავს და რათა ერთსულოვნად და ერთხმად ადიდებდეთ ღმერთსა და მამასა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა, ნიშნავს, რომ
ამას რა საზოგადოებაშიც, რა სიტუაციაშიც, რა მდგომარეობაშიც არ უნდა იმყოფებოდე, ყველგან უნდა ამოწმებდე. ეს რაც შეეხება გლობალურად, რაც შეეხება ადგილობრივად. ადგილობრივად მიმდინარეობს აბსოლუტურად სხვა ბრძოლა. ყოველ წამს, ყოველ წუთს აუცილებლად გაჩვენებს სატელევიზიო გადაცემა, სოციალური ქსელი აუცილებლად გაჩვენებს მღვდელმა რა დააშავა, მონაზონმა რა ჩაიდინა, ეკლესიას რა შეეშალა. არსად, არც ერთ გადაცემაში მე არ მინახავს, რომ გაეშუქებინოთ, მართალი შეიძლება იყო, მე მართლა არ მინახავს, რომ არსებობს მაგალითად მოხუცთა თავშესაფარი, სადაც უვლიან მოხუცებს. არსებობს პალიატიური განყოფილება, სადაც მონაზვნები უვლიან ისეთ ადამიანებს, რომლეთა მოვლასაც საავადმყოფოც რო ვეღარ კისრულობს. არსად არ მინახავს, როგორ არსებობს სახლები, სადაც ბავშვებს აღზრდას აძლევენ, სწავლა-განათლებას იღებენ. არსად არ მინახავს, თქვათ, რომ გააშუქონ სახარებისეული განმარტება, რა უნდა ჩვენგან ღმერთს, რა სითხოვს სახარებაში, მღვდელი რო ამას ლაპარაკობს, არსად არც ერთ სოციალურ ქსელში, პირადში შეიძლება ვინმეს გაუზიაროს, მაგრამ ასე საქვეყნო განჯის საგანი რომ იყოს, ესეთი რამ არ მინახავს. რატომ? იმიტომ რომ მე თუკი თქვენ დაგანახებთ ეხლა ვიღაცა ბერს და მონაზონს, რომელიც რამეს აშავებს, რა თქმა უნდა, ეს უფრო ადვილი სალაპარაკოა, რატო იცით რომ ის თუ აშავებს კაცო ახლა მე რო დავაშავო რა მოხდა? იმიტომ რომ ის მონაზონია. და მე ხო მონაზონი არა ვარ, მე ერის კაცი ვარ. ამიტომ მე უფრო მეტი სუფლება შეიძლება მივცე საკუთარ თავს, ვიდრე მან მისცა. მაგრამ გავიწყდებათ ერთი რამ, გვავიწყდება უпроსწორად, მე თქვენთან ერთად, არ გეგონოთ ვიღაცა სხვაზე ვიშვერდე ხელს. მე თქვენთან ერთად მავიწყდება ერთი რამ, რომ ისევ ამ 60 დავესესხები, სადაც წერს პავლე მოციქული, რამ შეიძლება დამაშოროს მე ქრისტეს სიყვარულსო. შიმშილმა, ომმა, დევნულებამ, სარწმუნოების, ესე იგი რაღაცა დევნაში, როდესაც მოყვნენ ეს მოციქულები და უბედურ დღეში აგდებდნენ და ჯვარზე აკრავდნენ და ცეცხლში წვავდნენ და ასე შემდგომ. სიკვდილის შიშმა რამ შეიძლება დამაშოროს მე ქრისტეს სიყვარულსო? იმიტომ რომ თუ შენ ქრისტე გიყვარს, შეუძლებელია რომ რაიმე ამ მსგავსმა სანახაობამ დაგაშოროს, მაგრამ როდესაც შენი სარწმუნოება და როდესაც შენი სიყვარული სუსტია, მაშინ რა თქმა უნდა ადვილად დაიჯერებ ამას. შეყვარებულები ხომ ყოფილხართ ყველანი? დარწმუნებული ვარ რომ ყოფილხართ. ეხლა წარმოიდგინეთ, შეყვარებულები როცა იყავით ან ხართ. ვიღაცა მოვიდა და თქვენ შეყვარებულზე გეუბნება, რომ მე არა, იცი რა ახლა, მე ყოფილ ვარ ასე რო გითხრას, არა. მე ყოფილ ვარ შეყვარებული და აზრი არ აქვს მოკლედ ამას რა. უნდა დაანებო შენ ამ ყველაფერს თავი, უნდა მოეშვა, სხვა რამეზე უნდა იფიქრო. შენ ამას ასე ადვილად ემორჩილები? არ ემორჩილები, იმიტომ რომ პირიქით ეს ადამიანი მტერი ხდება შენთვის, რომელიც ცდილობს რომ შენ შეყვარებულს, იმ სიყვარულის ობიექტს დაგაშოროს. რომელმაც თუ გითხრა რომ ეხლა აღარ მიხვიდე იგი და ღამე აღარ გაათენო და ლექსი აღარ დაუწერო და მუსიკა აღარ მიუძღვნა და ასე შემდგომ და საჩუქრები აღარ აჩუქო, ეს ადამიანი საკუთარი მშობელიც რომ იყოს, შეიძლება ასე თქვა რომ მტერია ჩემი, ხო მართალია? ამიტომაც როდესაც ლაპარაკია რომ ვისაც ჩემზე მეტად უყვარს დედა ან მამა ან ცოლი ან შვილი, იგი არ არის ჩემი ღირსიო, სწორედ ამას ნიშნავს, რომ თუ კი ვინმე გეუბნება შენ ამას, რომ ქრისტე არ არის ის, ვინც გონია და ეკლესია რასაც გეუბნება და թե შენ მას დაუჯერებ, შენ მართლა არ ყოფილხარ ქრისტეს ღირსი. იმიტომ რომ ამას არ უნდა დაუჯერო, ამას მხოლოდ მტერი გეუბნება. ეკლესიის შესახებ მხოლოდ მტერი იშველს ხელს და ამბობს რომ აი მან ასე დაარღვია, ამან ასე დაარღვია. ჩვენ მაშინ ასე უნდა გველაპარაკა. ახლა იუდამ რაც ჩაიდინა, როგორ შეიძლება მოციქულებისა გვჯეროდეს? ხო მართალია. მაგრამ იუდაზე კი არ ვლაპარაკობთ, იუდაზე არ ვლაპარაკობთ პეტრეზე რა ჩაიდინა. ანდრია პირველწოდებულმა რა ჩაიდინა, თომა მოციქულმა რა ჩაიდინა. ჩამოვთვლით ასე სულ ყველას და ვიტყვით რომ კაცო, იუდაზე რატომ ალაპარაკებ? მოდი ამ სხვა მოციქულებზე ვილაპარაკოთ. იუდაზე იცით როდის უნდა ილაპარაკოთ? ამასაც გვეუბნება ჩვენ ეკლესია როდის? იცით როდის? უშუალოდ ზიარების წინ. იმიტომ რომ ლოცვაში ასე წერია. არცა ამბორს გიყო ვითარცა იუდა.
აი, თურმე იუდაზეც უნდა ვილაპარაკოთ. ოღონდ არა იმის მიმართებაში, რომ იუდამ რა ჩაიდინა, რომ მე არ გავაკეთო ის, რაც გააკეთა მან. ამიტომაც ჩემო ძვირფასებო, ეს 6 მუხლი, რომელიც დღეს იქნა წაკითხული და გამიგრძელდა მე საუბარი, მეც აღარ დაგღლით დღევანდელ დღეს და თუ წაიკითხავთ თანამედროვე ქართულად თლიან თავს, მე გეტყვით, რომ ძალიან დიდ სარგებელს მიიღებთ. მოკლედ რომ შევაჯამოთ, გეტყვით ასეთ რამეს, რომ გვეუბნება ღმერთი პირდაპირ მნიშვნელობით ამას, რომ ჩვენ უნდა ვიტვირთოთ ერთმანეთი. ძლიერებმა უნდა ვიტვირთოთ შენ რომ მაგარი ხარ და შეგიძლია მარხვა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინც არ მარხულობს, არ უნდა იტვირთო ეს ადამიანი, არ უნდა თქვა, რომ მე და შენ რა საერთო გვაქვს, მე ვმარხულობ შენა. შენ თუ შეგიძლია ლოცვა ხარ ამაში ძლიერი, უნდა იტვირთო ის, ვისაც არ შეუძლია ლოცვა. შენ თუ ძლიერი ხარ სარწმუნოებაში, დგახარ აქ წირვა ლოცვაზე, ვისაც არ შეუძლია, უნდა იტვირთო და ლოცვაში უნდა ყავდეს და ვედრებაში უნდა ყავდეს ღვთის წინაშე. უნდა გქონდეს ერთსულოვნება, უნდა გქონდეს გადაშლილი წმინდა წერილი, რომლისგანაც მიიღებს სარგებელს, რომ გქონდეს სიყვარული, სარწმუნოება და მოთმინება, როგორც დღეს გვითხრა ჩვენ პავლე მოციქულმა, და რომ ნუგეშინისცემის ღმერთმა მოგცეს ერთსულოვნება. ამ ერთსულოვნებაში გულისხმობ იმას, რომ ის შეცდომები, რომელიც შეიძლება ვიღაცა კონკრეტულ პიროვნებებს მოსდიოდეს და ამას თვალებზე გვაფარებდნენ, ეს არ ნიშნავდეს ჩვენთვის იმას, რომ რახან იმას შეეშალა, ეხლა მე კარგად იყავით და არა, ერთსულოვნება ნიშნავს იმას, რომ მას შეეშალა, ვტვირთულობთ ამ შეცდომასაც. ოღონდ ვაღიარებთ, რომ შეცდომაა, არავითარ შემთხვევაში გამართლებას არ უძებნით და სახელს არ გადავარქმევთ მას. მრუშობას მრუშობა ქვია, ქურდობას ქურდობა ქვია, ბანდიტობას ბანდიტობა ქვია. ამას არ გადავარქმევთ სახელს, მაგრამ ვამბობთ, რომ ვტვირთულობთ ჩვენ ამ ხალხს, რომელსაც არ შეუგნია სწორი სარწმუნოება, რომელსაც წმინდა წერილი კი არ უქცევია თავისი ცხოვრების წესად, არამედ თვითონ რაც მოიაზრა და რაც ეგონა ქრისტიანობა, ასე გადაწყვიტა ეცხოვრა, ასე გადაწყვიტა ემონაზვნა და შედეგი მივიღეთ ის, რომ გავილანძღეთ ყველანი მისი სახელით, მაგრამ ეს უნდა იტვირთო შენ როგორც ძლიერმა ადამიანმა და თქვა, რომ ჩვენ გვაქვს ერთობა, ერთსულოვნება სარწმუნოებაში და მე ქრისტეს სარწმუნოებას ვერავინ და ვერაფერი ვერ დამაშორებს. და მსაჯულად არ ვექცი არავის და განაჩენი არ გამოუტანო, რომ იმას ეს ეკუთვნის, ამას ეს ეკუთვნის, ის კარგად იყოს, ის არ დამენახოს, ვისაც მე არ უნდივარ ასე იყოს. არა, ეს ჩვენი, ანუ როგორც ქრისტიანის საქმე და სათქმელი არ არის, არამედ ჩვენი სათქმელი არის, რომ ნუგეშინისცემელმა ღმერთმა მოგცეს ნიჭი, ერთად განვადიდოთ მამა, ძე და სულიწმინდა ღმერთი. ამინ. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ქრისტე ღმერთმა. თქვენ ამთხოვინებთ ჯვარზე?